მონაწილეობა ბერლინის კედლის დანგრევისადმი მიწყვნილ ღონისძიებაში თქვენ ერთ-ერთი მონაწილე ბრძანდებოდით 20 წლის წინათ. ოფიციალური დელეგაცია საქართველოსთან პრეზიდენტი და წარმომადგენლობა მთავრობის არ ყოფილა. სააკაშვილი იყო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი იყო, სამხრეთის. როცა მოვედი მე მეორე დღეს ვაქციონირდა და დემირელი გამოჩნდა ყოფილი პრეზიდენტი თურქეთის. ამაგაც ურთიერთობა და მეგობრული ურთიერთობა. ეს მეგობრული შეხვედრები იყო, ვიდა ოფიციალური ვიზიტები. მე ვერ გამომტოვებდენი, იმიტომ რომ დაკავშირებული ვიყავი უშუალოდ. პირველ რიგში ჩემი მასმიძელი გახლდათ ჰანს დიეტრიხ გენშერი, ხაშოვის მისი პარტია ახლა ისევ ხელისუფლებაშია და მისი ამ პარტიის ლიდერი არის პირველი ვიცე-კანცლერი. აღმოსავლეთ გერმანიის ბევრ მოქალაქეს არ უნდოდა გერმანიის გაერთიანება. მიზეზი? მიზეზი ის არის, რომ ისინი ფიქრობდნენ გაერთიანებულ გერმანიაში უფრო ცუდად ცხოვრობდნენ, ვინმე საბჭოთა ზონაში. ასეთი აწოლები აღარ არის. გერმანელები დასავლეთის და აღმოსავლეთის ყველა ბედნიერია იმით, რომ ქვეყანა გაერთიანდა და რაც მთავარია, გერმანია გახდა დემოკრატიული სახელმწიფო და ევროპაში დემოკრატიის ერთ-ერთი საყრდენი. საუბარი თუ შეეხო საქართველოსაც. თითქმის ყველა საუბრის რაღაც ნაწილი ეხებოდა საქართველოს. სხვაშორის გენშერის პიროვნება, რომელიც როცა მე საქართველოში დავბრუნდი, რა თქმა უნდა ჩვენ მეგობრები ვიყავით, გენშერი, ბეიკერი, დუმა და სხვები. ეს სხვა ურთიერთობა იყო, სხვა მიუხედავად რაღაც პოლიტიკური წყობილების განსხვავებისა, ჩვენ მაინც მეგობრობდით და მეგობრობამ მოგვცა საშუალება დაგვეთარგმნა ციუმი. რა თქმა უნდა, საქართველოსზე ვისაუბრეთ, ვილაპარაკეთ და ჩემი სიტყვები რა იყო, როცა თქვენ გიჭირდათ, მაშინ ჩვენ თქვენთან ერთად ვიდექით, თქვენთან მუშაობდით, თქვენ გეხმარებოდით, გერმანია გათავისუფლდა, გერმანია გაერთიანდა და ახლა საქართველოს უჭირს ჩვენს გარს ჩვენი რკინის კედელი და ეს კედელი უნდა დავანგრევინოთ. შეგვიძლია დაეხმარებით. მაშინდელი მსოფლიო, მაშინდელი პოლიტიკური ურთიერთობები, აი თქვენ ბრძანეთ, რომ სხვაგვარი ურთიერთობები გქონდა, სხვაგვარად მეგობრობდით აი სახელმწიფო მეთაურები. დღეს თქვენ ამბობთ, რომ არსებობს რკინის კედლები საქართველოში. ანუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება დასავლეთისთვის, რომ დაგვეხმარონ აი ამ კედლების დანგრევაში? მესმის, რომ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული საქართველო გახდება თუ არა ნატოს წევრი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტერიტორიები დავკარგეთ, ევროპა საქართველოს მაგივრად პასუხისმგებლობას თავის თავზე ვერ აიღებს. თავარია ჩვენ ისე ვიმუშაოთ, რომ შეცდომები არ დაუშვათ, დანაშაული არ ჩავიდინოთ. საკუთარი ხალხის წინაშე და კაცობრიობის წინაშე. ჩვენ ბევრი შეცდომა დაუშვით, მე შემთხვევით არ შეგახსენდეს ალბომ ტალიანის დასკვნა, იქ გამოვიკითხავთ, ვინ არის მართალი და ვინ არის დამნაშავე. თქვენი პრეზიდენტობის დროს იყო საუბარი ნატოს წევრობა ხელს უშლიდა საქართველოში ეს კონფლიქტური ზონები, კონფლიქტური რეგიონები, იმიტომ რომ საქართველო უნდა ყოფილიყო ტერიტორიულად მთლიანი. დღეს რა შეიცვალა? დღეს სოფლიო შეიცვალა. საქართველოს უნდა შეიცვალოს იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც სოფლიოში არსებობს. სააშურის წლები მარტო გერმანიის გაერთიანების ასანიშნავი კი არ არის. ციუმი დამთავრდა. მაშინ პრეზიდენტი იყო რეიგანი, რომელიც სწავლობდა პოლიტების იმპერიას. პირველი შეხვედრა მასთან იყო ძიმე. მაგრამ მე და გორბაჩოვმა მოილაპარაკეთ, რომ
არ გავართულო მასთან ურთიერთობა, ძალიან ბევრი არ ვეგამართო, მართლაც არის მართლა ჩვენი საუბარი. რიგანმა თქვა მართალიაო, თქვენო იმ ხორეც ამოდები ხართ რომელსაც ბორდები სიბერიას ვწოდოთ, მაგრამ დიპლომატია და უნდა ელაპარაკო თავარაფრა. თქვენ ბრძანებთ დამთავრდა ცივი ომი. მას შემდეგ რუსეთში პრეზიდენტები ერთმანეთის მიყოლებით შეიცვალა თორა რუსული მენტალიტეტი, ანუ მართვის სტილი. ჩემ დროს რუსეთი და მისი ხელისუფლება სულ სხვანაირად იქცეოდა. მართალია აფხაზეთში იდგა რუსის ჯარი, მაგრამ არასდროს არავის დაცდენია სიტყვა, რომ აფხაზეთი საქართველოს არ არის. ის პუტინის დროს პუტინთან მეგობრობდი. თქვენ მიგაჩნიათ, რომ დღეს, როდესაც საოკუპაციო ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის ხელისუფლების, ასე ვთქვათ, პოლიტიკური შეცდომა. თქვენ დაიგეთ ტალიანი დასკვნა, ხალხონტაიანი დასკვნა. დიახ. იქ ყველაფერია და ყველაფერი აღწერილია. ის შევიდა პირველ ცხინვალში. მე თქვენი შეფასება მაინტერესებს რატომ? ტალიანი უფრო საინტერესო. აჟის მას ძალიან ობიექტური შეფასებები აქვს. იმ პირველ ნაბიჯზე, რომელიც ჩვენ გადავდგეთ, ცხინვალში არ უნდა შევსულიყავით. თუ იცოდით, რომ რუსული ჯარი იდგა იქა, მაშინ ცხინვალში რატო შევედით? მის მეტად გვირაბი არის, როკის გვირაბი. და როკის გვირაბიდან შტოკავაციამდე ჯარი შემოყვანა სჭირდება რამდენიმე საათი. ეს უნდა გვცოდნოდა. ცხინვალში შესვლა იყო დიდი შეცდომა და დიდი უბედურებას მოგვიტანა. ასეთია ტალიანი დასკვნა. სხვა დანარჩენ ეტაპებს ტალიანი ადანაშაულებს რუსეთს. ესე იგი ისქლის, რომ საქართველოს ოკუპაცია არ დამოუკიდებლიყო და ჩვენი რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ უნდა დაეკავებინათ. ასეთია ტალიანი დასკვნა. ანუ თქვენ კმაყოფილი ხართ ამ დასკვნით? ეხლა ზედსათქმელია ორგანიზარდება მოვლენები, მაგრამ მე მჯერა, რომ გერმანია თავის ვალდებულებას შეასრულებს. მე არ ვიცი, ახლა იომებენ თუ არ იომებენ, მაგრამ პოლიტიკური მხარდაჭერა, როგორც გერმანიისგან, ასევე ევროპის ყველა ქვეყნისგან ჩვენ მივიღეთ მაშინ, როდესაც საქართველო იყო ოკუპირებული. სხვა შორის მე ჩამოვედი თბილისში, დაბრუნდი თბილისში საქართველოში. ეს იყო 92 წლის მარტის თვე. გეჩერს რა თქმა უნდა დაურეკე, ბეიკერს დაურეკე და მითხრეთ, რომ თუ შენი ქვეყანა ქეძახის, შენ არ გაქვს უფლება არ ეთქვა. ანუ არჩევანი გქონდათ, რომ არ ჩამოსულიყავით საქართველოში შენ არ ჩამოსულიყავი. და პოლიტიკურ მოღვაწეობას გააგრძელებდით რუსეთში. მე დავაფუძნე მაშინ ახალი პარტია, რომელიც სახელწოდება იყო დემოკრატიული რეფორმებისათვის და მქონდა ასოციაცია, რომელიც თავმჯდომარე ვიყავი და საკმაოდ დიდი შემოსავლები ჰქონდა. ასოციაციაში პარტიას მოაწოდა მთელი რუსული ინტელიგენცია პეტერბურგიდან, მოსკოვიდან, ურალიდან და იყო სწორედ ამ პარტიამ აცნობა ელცინს ჩემი მეთაურობით, ხვალთუზეკ კონტროლცია შედება 11 წელზე დაიწყება. ზუსტად ასე მოხდა. ხომ არ ფიქრობთ, ბატონო ედვარდ, რომ აი ეხლანდელი გადასახედიდან მაშინ რომ თქვა დარჩენილიყავით თქვენი პოლიტიკური ცხოვრება გაგეგრძელებინათ და არ ჩამოსულიყავით საქართველოში, მეტს გააკეთებდით დაუშვათ, გააკეთებდით თუ არა მეტს ქვეყნისთვის, საქართველოსთვის? არა მეგონია, იცით. მე მართალია მაშინ მოსკოვში ვიყავ, მაგრამ მარტო ბერლინის კედლის ნანგრევაში განმონაწილეობდი და ან გერმანიის გაერთიანებაში. მე მონაწილეობდი უზარმაზარ პროცესში, როდესაც ქვია ცივი ომის დამთავრება.